როდესაც შენ მკაფიოდ შეგიძლია რაიმეს წარმოდგენა შენს გონებაში, შენ უკვე ერთი ნაბიჯით ახლოს ხარ იმასთან, რომ ის რეალობად აქციო. ყველაფერი იწყება წარმოსახვაში, სანამ რამე გარეთ გაჩნდება, ის შიგნით ყალიბდება. როცა შენს გონებაში ცხადად ხედავ იმას, რაც გსურს, იქნება ეს მიზანი, ოცნება თუ ცხოვრების ახალი მიმართულება. შენ უკვე იწყებ მოძრაობას მისკენ. ნათლად წარმოდგენილი სურათი არ არის უბრალოდ ფანტაზია. ის ქმნის შინაგან მიმართულებას, გონება იწყებს ფოკუსირებას, სხეული იწყებს შესაბამის მოქმედებას, ყურადღება იწყებს შესაძლებლობების ამოცნობას. როდესაც შენ საკუთარ თავს ხედავ, იმ მდგომარეობაში თითქოს ეს უკვე მოხდა. შენ ქვეცნობიერს უგზავნი მკაფიო გზავნილს. ეს არის ის, რასაც ვერჩევ. და ქვეცნობიერი იწყებს შესაბამისი არჩევანების მხარდაჭერას. შენი აზრები, შენი სიტყვები, შენი ქმედებები ნელ-ნელა ერთ ხაზზე მოდის ამ სურათთან, რაც უფრო ხშირად და შეგნებულად ვარჯიშობ ვიზუალიზაციაში. მით უფრო მკაფიო ხდება შენი შინაგანი მიმართულება. შენ იწყებ სხვანაირად ყურებას, სხვანაირად აზროვნებას, სხვანაირად რეაგირებას და სწორედ აქ ხდება მთავარი გარდატეხა. სამყარო არ რეაგირებს მხოლოდ სურვილზე, ის რეაგირებს შენს მდგომარეობაზე და შენს ქმედებაზე. გონებაში ნათლად დანახული სურათი ხდება ხიდი, შენს ოცნებასა და შენს მომავალ რეალობას შორის. მაგრამ ეს ხიდი უნდა გაიარო. ვიზუალიზაცია არის დასაწყისი მოქმედება გაგრძელება. ყოველ ჯერზე, როცა შენ საკუთარ მომავალს ცხადად ხედავ, შენ ერთ ნაბიჯს დგამ წინ და ყოველი ნაბიჯი, რაც შინაგანად გადადგი, ერთ დღეს გარეგან რეალობად იქცევა. შენ ქმნი ჯერ გონებაში, შემდეგ ცხოვრებაში.